გიორგი ხატიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი. დღევანდელი შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საკითხზე, როგორც არის საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი. შეხვედრისთვის განკუთვნილი დროის და ფორმატის გათვალისწინებით, ჩვენ შევეხებით ისეთ საკითხებს, როგორც არის საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის წარმოშობა და განვითარება, ის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რომელთა მიზანიცაა უცხოური ინვესტიციების დაცვა და ხელშეწყობა. საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი შედარებით ახალი დარგია. საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის აქტიური განვითარება მე-20 საუკუნიდან იწყება. საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ზოგადად ინვესტიციების ცნებას, ინვესტიციის განმარტებას. ინვესტიციის ცნება და ინვესტიციის განმარტება და მისი მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება ხაზგასმული იქნას. პირველი, მხოლოდ ის აქტივები, მხოლოდ ის მოქმედებები, რომელიც დაკვალიფიცირდება ინვესტიციად, მოექცევიან იმ დაცვითი მექანიზმების ქვეშ, რომელიც გათვალისწინებულია როგორც საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებებით, ასევე ეროვნული კანონმდებლობით. და მეორე, მაშინ როდესაც არსებობს დავა უცხოელ ინვესტორსა და ინვესტიციების მიღებ სახელმწიფოს შორის, საერთაშორისო საინვესტიციო არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს ის დავა, რომელიც სწორედ ინვესტიციებიდან გამომდინარეობს. ინვესტიციები შეიძლება არსებობდეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი, ანუ პორტფელური. ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს როგორც ადგილობრივი ინვესტორის მიერ, ასევე უცხოელი ინვესტორის მიერ. განსხვავება პირდაპირ და არაპირდაპირ, ანუ პორტფელურ ინვესტიციებს შორის არის შემდეგი. პირდაპირ ინვესტიციებისას ადგილი უნდა ჰქონდეს სამ ელემენტს. პირველი, ეს არის საკუთრება, მეორე, ეს არის მართვა და მესამე, ეს არის კონტროლი. მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში ინვესტორი ახორციელებს ინვესტირებას. უცხოელი ინვესტორი ჩადის ამა თუ იმ ქვეყანაში, აფუძნებს კომპანიას, შესაბამისად მას საკუთრებაში აქვს გარკვეული წილი, ის ჩართულია მართვაში და ის შესაბამისად ახდენს კონტროლს. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პირდაპირ ინვესტიციებს. რაც შეეხება პორტფელურ ინვესტიციებს, პორტფელური ინვესტიციებისას აუცილებელი არ არის ამ სამი ელემენტის არსებობა. რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების განხორციელებას მუდმივად ახლავს გარკვეული ტიპის რისკები. აღნიშნული რისკებიდან შეიძლება ორი ძირითადი რისკის გამოყოფა. ეს არის ეკონომიკური რისკი და პოლიტიკური რისკი. ეკონომიკური რისკის კალკულაცია უცხოელი ინვესტორის მიერ შედარებით მარტივია და რა თქმა უნდა, ამ რისკების დაზღვევა გარკვეულწილად შესაძლებელია გაცილებით მარტივად, ვიდრე პოლიტიკური რისკებისა. რაც შეეხება პოლიტიკურ რისკებს, რთულია ამომწურავად და დეტალურად ვისაუბროთ პოლიტიკურ რისკებზე. თუმცა, მთლიანად განზოგადებულად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკურ რისკებში იგულისხმება ყველა ის ნეგატიური გამოვლინება, რომელიც მოემართება ინვესტიციების მიღების სახელმწიფოდან და შესაბამისად უარყოფითად აისახება უცხოელ ინვესტიციაზე და უცხოელ ინვესტორზე. პოლიტიკური რისკების ყველაზე უარყოფით გამოვლინება შეიძლება მიჩნეულ იქნეს უცხოელი ინვესტორის და ინვესტიციის ექსპროპრიაცია. როდესაც უცხოური ინვესტიციების განხორციელება ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, აღნიშნული ინვესტიციები ექცევა ინვესტიციების მიღების სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში. უცხოური ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტები. არსებობენ ისეთი სახელმწიფოები, რომელთაც არ გააჩნიათ სპეციალური კანონები ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ. ეროვნული კანონები ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ მიიღება კონკრეტული სახელმწიფოების მიერ და რა თქმა უნდა, აღნიშნულ კანონებში ცვლილებების შეტანა და მისი გაუქმება შეუძლია ისევ აღნიშნულ სახელმწიფოს. უცხოური ინვესტიციების განხორციელებისას, რა თქმა უნდა, ინვესტიციები ექცევა ინვესტიციების მიღების სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ. მნიშვნელოვანია თუ რა დაცვით მექანიზმებს თავაზობს ეროვნული კანონმდებლობა ინვესტიციების შესახებ ამა თუ იმ უცხოელ ინვესტორს. უცხოური ინვესტიციების განხორციელებისას მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობაზე დამოკიდებულება გარკვეული რისკის შემცველია უცხოელი ინვესტორისთვის. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტებს. 1959 წელს ორ სახელმწიფოს, გერმანიასა და პაკისტანს შორის გაფორმდა პირველი ოფხრივი საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმება, რომელმაც გაითვალისწინა ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლის მიზანიც იყო როგორც უცხოური ინვესტიციების დაცვა, ასევე ხელშეწყობა. აღნიშნული შემდეგ სხვა სახელმწიფოებმა აქტიურად დაიწყეს ოფხრივი საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებების გაფორმება. დღეისათვის აღნიშნული შეთანხმებების რაოდენობა 3500 ერთეულს აჭარბებს. ოფხრივი საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებები წარმოადგენს ერთგვარ ქსელს ოფხრივი შეთანხმებებისა, სადაც სახელმწიფოები სწორედ
ორმხრივად ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის მიზნით დებენ ხელშეკრულებებს და რა თქმა უნდა ინვესტიციების დაცვის ნაწილები გათვალისწინებულია იმ სტანდარტებში, რომელიც ჩადებულია და მოაზრებულია თავად აღნიშნულ ხელშეკრულებებში. საქართველოს ის სახელმწიფოა, რომელსაც დღეს მდგომარეობით 30 ერთეულზე მეტი ორმხრივი საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული აქვს სხვა სახელმწიფოებთან. აღნიშნული სახელმწიფოები წარმოადგენენ როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად სახელმწიფოებს. საწყის ეტაპზე ადგილი ჰქონდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ორმხრივი საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმების გაფორმებას, ხოლო შემდგომ უკვე განვითარებადმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ერთმანეთთან აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმება. გარდა ორმხრივი საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებისა, არსებობს მრავალმხრივი შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებენ დებულებებს ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ. ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს სხვა სექტორში. ერთ-ერთი სექტორი, რომელიც მომეტებული რისკებით გამოირჩევა, ეს არის ენერგეტიკის სექტორი. ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელება სპეციფიურია. მისი სპეციფიურობა გამოიხატება იმაში, რომ ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში დაკავშირებულია მსხვილ კაპიტალ დანახარჯებთან. შესაბამისად, მომეტებულია რისკი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელებისას. როდესაც საუბრობთ საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებების შესახებ, რომელთა მიზანია უცხოური ინვესტიციების დაცვა და ხელშეწყობა, შეიძლება გარკვეულწილად ვნახოთ თუ რა ხდება ენერგეტიკის სექტორში. ენერგეტიკის სექტორი, რომელიც მომეტებული რისკებით გამოირჩევა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჭიროებს განსაკუთრებულ რეგულირებას. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყო მსჯელობა ენერგეტიკის სექტორში ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის არსებობის შესახებ, რომლის მიზანიც იქნებოდა ინვესტიციების დაცვა და ხელშეწყობა. ენერგოქარტია წარმოადგენს იმ დოკუმენტს, რომლის მიზანიც არის ენერგეტიკის სექტორში ეკონომიკური საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება. ცალკე თავი ეთმობა ინვესტიციების სამართლებრივ დაცვას და ხელშეწყობას. როდესაც საუბრობთ საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებებზე და როდესაც ვამბობთ, რომ უცხოური ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის თვალსაზრისით აღნიშნულ დოკუმენტებს მნიშვნელოვანი დატო გააჩნია, რა თქმა უნდა განმარტოთ, თუ რა იგულისხმება ამ ყველაფერში. საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებებში არსებობს რამდენიმე სტანდარტი, რომელთა მიზანიც არის არამხოლოდ უცხოური ინვესტიციების დაცვა, არამედ მათი ხელშეწყობაც. დღეისათვის შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე სტანდარტი, მათ შორის ეროვნული სტანდარტი, ანუ ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი. ასევე დღეს გსურს ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, როგორც არის უცხოური ინვესტიციების დაცვა ექსპროპრიაციისგან. რაც შეეხება ეროვნულ რეჟიმს. ეროვნული რეჟიმის ფუნქციური დატვირთვა არის შემდეგი. მოგეხსენებათ, ინვესტიციების განხორციელება შეიძლება მოხდეს როგორც ადგილობრივი ინვესტორის მიერ, ისე უცხოელი ინვესტორის მიერ. როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში ადგილი აქვს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორის მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებას. რანაირ დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორის მიმართ. შეიძლება თუ არა ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ამ ინვესტორებს შორის. ეროვნული რეჟიმი, ანუ ეროვნული სტანდარტი, ფუნქციონირებს შემდეგი თვალსაზრისით. ინვესტიციების მიღების სახელმწიფოს მიერ უცხოელი ინვესტორის მიმართ დაწესებული სტანდარტი, დაწესებული მოპყრობა უნდა იყოს არანაკლებ ხელსაყრელი იმ სტანდარტისა, რაც მსგავს გარემოებებში დაწესებულია ადგილობრივი ინვესტორის მიმართ. ამ სტანდარტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სწორედ მსგავს გარემოებებს. თუ რა იგულისხმება მსგავს გარემოებაში, აჯობებს მოვიყვანოთ გარკვეული მაგალითი. მაგალითად, კონკრეტულ სახელმწიფოში ადგილობრივი ინვესტორი საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობაში, ხოლო უცხოელი ინვესტორი მანქანათმშენებლობაში. ამ შემთხვევაში ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორი არ იმყოფებიან მსგავს გარემოებებში. თუ ადგილობრივი ინვესტორი და უცხოელი ინვესტორი ორივე ერთდროულად საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებს ან სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ან მანქანათმშენებლობის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ისინი იმყოფებიან მსგავს გარემოებაში და შესაბამისად სახელმწიფოს მიერ უცხოელი ინვესტორის მიმართ დაწესებული სტანდარტი ან მოპყრობა უნდა იყოს არანაკლებ ხელსაყრელი იმ სტანდარტისა და მოპყრობისა, რასაც ის უწესებს ადგილობრივ ინვესტორს. მეორე მნიშვნელოვან სტანდარტს წარმოადგენს უპირატესი ხელშეწყობის სტანდარტი. უპირატესი ხელშეწყობის სტანდარტი გულისხმობს შემდეგს: ინვესტიციების მიღების სახელმწიფოს მიერ ერთი უცხოელი ინვესტორის მიერ დაწესებული მოპყრობა და სტანდარტი უნდა იყოს არანაკლებ ხელსაყრელი იმ სტანდარტისა, რომელიც მსგავს გარემოებებში დაწესებულია მეორე უცხოელი ინვესტორის მიმართ. როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, უცხოური ინვესტიციების განხორციელებისას სახეზეა როგორც ეკონომიკური რისკი, ასევე პოლიტიკური რისკი. და პოლიტიკური რისკის ყველაზე უარყოფითი გამოვლენა ეს არის ექსპროპრიაცია. შესაბამისად, საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში, როგორც ეროვნულ კანონმდებლობაში, ასევე საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებებში, განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია იმ დებულებებს, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების დაცვა ექსპროპრიაციისგან. რა არის ექსპროპრიაცია?
ექსპროპრიაცია გულისხმობს ინვესტიციის ჩამორთმევას, ინვესტიციის ხელყოფას. ზოგადად, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, როდესაც ადგილი აქვს ექსპროპრიაციას. თუმცა მართლზომიერ და არამართლზომიერ ექსპროპრიაციას შორის არსებობს განსხვავება. განსხვავებისას მნიშვნელოვანია გამოვყოთ 4 კრიტერიუმი, რომელიც ფუნქციონირებს კუმულატიურად. პირველი, ეს არის საზოგადოებრივი საჭიროება, მეორე, ეს არის ექსპროპრიაცია განხორციელებული არადისკრიმინაციული ფორმით, მესამე, ეს არის ექსპროპრიაცია განხორციელებული კანონმდებლობის დაცვით და ექსპროპრიაცია, როდესაც ადგილი აქვს შესაბამისი კომპენსაციის გადახდას. როდესაც 4 კრიტერიუმი კუმულატიურად, ანუ ერთდროულად სახეზეა, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მართლზომიერ ექსპროპრიაციას. ექსპროპრიაცია ასევე შეიძლება განხორციელდეს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ფორმით. რა სხვაობაა პირდაპირ და არაპირდაპირ ექსპროპრიაციის შორის? პირდაპირი ექსპროპრიაციისას ადგილი აქვს ინვესტორის საკუთრების ხელყოფას. მაგალითად, კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, კონკრეტული უძრავი ქონება, კონკრეტული აქტივი ეკუთვნის უცხოელ ინვესტორს და პირდაპირი ექსპროპრიაციის დროს ხელყოფა ხდება საკუთრების უფლებისა. ანუ მარტივად რო ვთქვათ, აღნიშნული აქტივი, აღნიშნული საინვესტიციო პროექტი აღარ ეკუთვნის უცხოელ ინვესტორს. რაც შეეხება არაპირდაპირ ექსპროპრიაციას, არაპირდაპირ ექსპროპრიაციის დროს საკუთრების უფლების ხელყოფას ადგილი არ აქვს. კვლავინდებურად უცხოელი ინვესტორი არის შესაბამისი პროექტის მესაკუთრე, შესაბამისი აქტივი მის საკუთრებაშია და ასე შემდგომ. თუმცა არაპირდაპირ ექსპროპრიაციისას, განსხვავებით პირდაპირ ექსპროპრიაციისგან, სახელმწიფოს მხრიდან ხდება უცხოელი ინვესტორის საინვესტიციო საქმიანობაში ისეთი ინტერვენცია, ისეთი ჩარევა, როდესაც ინვესტორი ფაქტობრივად საკუთარ საინვესტიციო საქმიანობას ვეღარ ახორციელებს. შესაბამისად, არაპირდაპირ ექსპროპრიაციისას უცხოელი ინვესტორის საინვესტიციო პროექტი კარგავს იმ ღირებულებას, რა ღირებულებაც მას გათვლილი ჰქონდა საინვესტიციო პროექტის დასაწყისში. ამიტომ, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირ ექსპროპრიაციისას აუცილებელია, რომ ეროვნული კანონმდებლობა, სპეციალური ეროვნული კანონმდებლობა ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ და ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტები ითვალისწინებდნენ დებულებებს ინვესტიციების, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ექსპროპრიაციისგან დაცვის შესახებ. თუ გადავხედავთ საერთაშორისო საინვესტიციო პრაქტიკას, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხდება არაპირდაპირი ექსპროპრიაცია. დღევანდელ შეხვედრისას ჩვენ შევიცადეთ რამდენიმე საკითხზე გავუკეთებინა აქცენტი, რომელთა მიზანიც არის უცხოური ინვესტიციების დაცვა და ხელშეწყობა. აღნიშნული საკითხებია ეროვნული რეჟიმი, უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი და უცხოური ინვესტიციების დაცვა ექსპროპრიაციისგან.